არა, ნორვეგიასა და შვედეთს არ აუკრძალოთ ციფრული გადახდები. ევრო გადამოწმება. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ნორვეგია და შვედეთი ციფრული სახის გადახდებს აჩერებენ და სრულად უბრუნდებიან ნახტფულზე ანგარიშწორებას. მაგალითად, ინტერნეტში გავრცელებულ ამ პოსტში ვკითხულობთ, რომ ეს ქვეყნები ახლა ნაღდი ფულით ანგარიშწორებას დაუბრუნდნენ იმის გამო, რომ მიხვდნენ ეს ყველაზე უსაფრთხო გადახდის მეთოდია, იმის გამო, რომ ციფრული ანგარიშები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაბლოკოს თქვენი ტრანზაქციები. ამავდროულად ამ პოსტში ნათქვამია, რომ შვედეთი ნახტფულზე ანგარიშწორებას უბრუნდება, იმიტომ რომ ციფრული გადახდები სავარაუდოდ საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. თუმცა ეს განცხადებები არ არის ზუსტი. ისინი, როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციიდან იღებს სათავეს, რომ ორივე ქვეყანა აჩერებს უნაღდო ანგარიშწორებას. იმის შიშით, რომ სრულად ციფრული გადახდის სისტემები მათ დაუცველს გახდის რუსული კიბერშეტევების მიმართ. სტოკჰოლმის ცენტრალური ბანკის უახლესი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტის გათვალისწინებით ნორვეგიასა და შვედეთს მსოფლიოში ნაღდი ფულის მიმოქცევის თვალსაზრისით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. მაგრამ ახლა შვედეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს რეგულარულად გამოიყენონ ნაღდი ფული და ერთი კვირის სამყოფი მარაგი სახლში შეინახონ, რათა კრიზისის ან ომის შემთხვევაში გამოიყენონ. ამავდროულად ნორვეგიამ ცოტა ხნის წინ შემოიღო ახალი კანონი, რომელიც საცალო მოვაჭრეებს დაჯერიმებას ითვალისწინებს, თუ კი ისინი არ მიიღებენ ნახტფულს. ნორვეგიის მთავრობა მოქალაქეებს ასევე ურჩევს ციფრული გადახდის სისტემებზე თვალსაჩინოს შემთხვევაში თან იქონიონ ნაღდი ფული. შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ევროვერიფაის დაუდასტურა, რომ ის არ ამბობს უარს ციფრულ გადახდებზე და განაგრძობს ელექტრონული კრონის შემოტანის გეგმის განხორციელებას. შესაბამისად, შემყვანი ონლაინ ინფორმაცია, როგორც ჩანს, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული ზოგადი შიშით იკვებება, განსაკუთრებით კი ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრულ ევროს უკავშირდება. ციფრული ევროს მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპეტენციალურობას, ფინანსურ კონტროლს და უსაფრთხოებას და ზოგადად მთლიანად ჩანაცვლოს კიდეც ნაღდი ფული. თუმცა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და მისმა პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ციფრული ევრო კი არ ჩანაცვლებს, პირიქით დაემატება ნახტფულს და რომ ის უსაფრთხო იქნება, გადახდები კი უფრო ეფექტური, ხოლო მისი გამოყენება ყოველთვის მარტივი იქნება. ევრო გადამოწმება.